დღევანდელ გამოშვებაში ნახავთ ვიდეოებს, რომლებიც გაგაცნობთ დედამიწის ფაუნის იმ წარმომადგენლებს, რომელთა არსებობის შესახებ ბევრ წარმოდგენას კი არ აქვს. ჩვენი მიზანია თვალნათლივ დაგანახოთ ჩვენი პლანეტის საოცარი მრავალფეროვნება და ის საიდუმლოებები, რომლებსაც ველური ბუნება ინახავს. თქვენ ნახავთ პაწაწუნა ღამურებს, რომლებიც საკუთარი ხელით ნამდვილ კარვებს აშენებენ. გაგაცნობთ გიგანტურ კიბორჩხალას, რომლის მარწუხების სიგრძე თითქმის 9 მეტრია. და გაიგეთ თუ რომელ კუს აქვს სხვირის ნაცვლად ნამდვილი ხორთუმი. თუმცა სანამ დავიწყებთ, ტრადიციულად მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რათა არ გამორჩეთ მორიგი საინტერესო ვიდეოები. ახლა კი დავიწყოთ. დავიწყოთ ცენტრალური ამერიკიდან, სადაც ხის ფოთლების ქვეშ საოცარი არსებები იმალებიან. ესენი არიან ჰონდურასული თეთრი ღამურები. ერთი შეხედვით, ისინი თოვლის პატარა გუნდებს გვანან. წარმოიდგინეთ არსება, რომლის სხეულის სიგრძე სულ რაღაც 3 სანტიმეტრია, წონა კი მხოლოდ 10 გრამი. მიუხედავად ასეთი ზომისა, ისინი ბუნების ნამდვილი ინჟინერები არიან. ღამურების უმეტესობა მზა თავშესაფარს ირჩევს, მაგალითად გამოქვაბულებს ან ხის ბუღურუებს, თუმცა თეთრი ღამურები გამონაკლის წარმოადგენენ. ისინი თავად აშენებენ ეგრეთ წოდებულ კარვებს. მშენებლობისთვის ირჩევენ ტყის ისეთ ადგილებს, სადაც ხეები ძალიან მჭიდროდ არიან. მჭიდროდ გადახლართული ტოტები ნაკლებ მზის შუქს ატარებენ, რაც საშუალებას იძლევა კარავში მუდმივი სტაბილური ტემპერატურა შენარჩუნდეს. გარდა ამისა, ასეთი ადგილები საიმედო დაცვაა ძლიერი შტორმისგან. კარვის აშენების პროცესი ასეთია: ღამურა პოულობს შესაფერის ფოთოლს, კბენს მას ცენტრალური ძარღვის გასწვრივ. უკანა და წინა თათებით ეჭირება კიდეებს და ქვემოთ გაჩავს. შედეგად, ფოთოლის შუაზე იკეცება და ღებულობს აბოტრიალებული ნავის ფორმას. ერთ ასეთ მყუდრო კარავში 8-მდე ღამურა თავსდება. მათი თეთრი ბეწვი მწვანე ფოთლის ფონზე სინათლეს ისე ირეკლავს, რომ ისინი პრაქტიკულად უხილავები ხდებიან მტაცებლებისთვის. საინტერესოა მათი ფერების საიდუმლოც. ყვითელი ცხვირი და ყურები კერატინოიდების დამსახურებაა, რომელსაც ისინი თავიანთი ერთადერთი საკვებიდან, მწიფე ლეღვიდან ღებულობენ. რაც უფრო კაშკაშაა მამრის ცხვირი, მით უფრო მეტი შანსი აქვს, რომ მდედრმა პარტნიორად აირჩიოს. სამწუხაროდ გარემოს განადგურების გამო ეს პატარა არქიტექტორები გადაშენების პირას იმყოფებიან. ახლა კი გადავინაცვლოთ წყნარი ოკეანის სიღრმეებში, იაპონიის სანაპიროებთან. აქ ბინადრობს ფეხსახსრიანთა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მასშტაბური წარმომადგენელი, იაპონური ობობა კიბორჩხალა. ის ნამდვილად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი გრძელი ფეხები ობობის კიდურას მოგვაგონებს. მისი გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა და 150-დან 800 მეტრამდე სიღრმეს მოიცავს. მხოლოდ გამრავლების პერიოდში, გაზაფხულზე, როცა კვერცხების დადების დრო მოდის, ეს გიგანტები 50 მეტრ სიღრმეზე ამოდიან. ამ არსების მონაცემები ნებისმიერ მყინვარს გააოცებს. პირველი წყვილი ფეხების გაშლილი ზომა შეიძლება 3 მეტრს აღემატებოდეს, ხოლო მათი სხეული 80 სანტიმეტრამდე იზრდება. მთლიანი მასა ხშირად 20 კილოგრამს აჭარბებს. მისი მთავარი იარაღი 40 სანტიმეტრიანი მარწუხებია, თუმცა მიუხედავად ასეთი საზარელი გარეგნობისა, იაპონური კიბორჩხალა საკმაოდ მშვიდობიანი და დინჯი არსებაა. ის ძირითადად მოლუსკებით და ლეშით იკვებება. მარტივად რომ ვთქვათ, ის ოკეანის სანიტარის როლს ითავსებს. მისი მტკიცე დაჯავშნული ეგზოჩონჩხი საიმედო თავდაცვაა დიდი მტაცებლებისგან. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი ინდივიდი ასლამდეც კი აღწევს. თუ ფიქრობთ, რომ პოკემონები მხოლოდ მულტფილმებში არსებობენ, ესე იგი ჯერ არ გინახავთ აქსელოტლი. მისი სახელი აცტეკური ენიდან ითარგმნება როგორც წყლის ზაღლი ან წყლის ურჩხული, მაგრამ მისი ვიზუალიდან გამომდინარე, არ ამგონია ეს სახელი შეეფერებოდეს. ამ პატარ არსებას მომღიმარის სახე აქვს, რომელსაც გვერდით ვარდისფერი ბუმბულისებრი გარე ლაყუჩები აქვს და ძალიან მეგობრულად გამოიყურება. აქსოლოტლის ფენომენი მეცნიერებაში ცნობილია როგორც ნეოტენია. ეს ნიშნავს, რომ ცხოველი აღწევს სქესობრივ სიმწიფეს და მრავლდება ისე, რომ არ გადის მეტამორფოზის სტადიას. ფაქტობრივად, ის მთელი ცხოვრება მატლად რჩება. მისი განიერი თავი, პატარა თვალები და მუდმივი ღიმილიანი პირი მას წარმოუდგენლად მომხიბვლელს ხდის. თუმცა მისი სილამაზის მიღმა გასაოცარი ბიოლოგიური ძალა იმალება. აქსოლოტლს აქვს რეგენერაციის ფენომენალური უნარი. მას შეუძლია აღიდგინოს არა მხოლოდ დაკარგული კუდი ან თათი, არამედ გულის ნაწილი და ტვინის გარკვეული უბნებიც კი ყოველგვარი ნაწიბურების გარეშე. სწორედ ამიტომ არის ის მედიცინის და ბიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ობიექტი. ბუნებრივ პირობებში ისინი მხოლოდ მექსიკის ორ ტბაში, ჩალკოსა და სოჩიმილკოში ბინადრობენ.
სამწუხაროდ, მეხიკოს სწრაფი ურბანიზაციის და წყლის დაბინძურების გამო ისინი სრულებით განადგურდნენ. დღესდღეობით მათი ველურ ბუნებაში პოვნა თითქმის შეუძლებელია, თუმცა ისინი აკვარიუმში ფართოდ გავრცელებულნი არიან, განსაკუთრებით ნეონური ვარდისფერის შეფერილობის მქონე ინდივიდები. გაიცანით, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რეპტილია, ჩინური ტრიონიქსი, ანუ შორეული აღმოსავლეთის კუ. თუ ჩვეულებრივ კუს მყარი ქვასავით ჯავშანი აქვთ, ტრიონიქსს ბრტყელი, რბილი ბაქანი გააჩნია. ის უფრო მეტად ჰგავს რბილ კედლიან ტაფას, ვიდრე ტრადიციულ ჯავშანს. მისი ყველაზე გამორჩეული ნიშანი კი ცხვირია, რომელიც წაგრძელებულია და პატარა ხორთუმს მოგვაგონებს. ეს კუ ნამდვილი მტაცებელია და საკმაოდ აგრესიული ხასიათით გამოირჩევა. მისი ყბები ძალიან ძლიერია და ბასრი კიდეები აქვს, ამიტომ მასთან სიფრთხილეა საჭირო. მისი ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია. მიუხედავად ასეთი რთული ხასიათისა, ეგზოტიკური გარეგნობის გამო ის პოპულარული შინაური ცხოველი გახდა. ტრიონიქსი დროს ძირითადად წყალქვეშ ატარებს ქვიშაში ჩაფლული. იქიდან მხოლოდ მისი ხორთუმიანი თავი მოჩანს, რომელიც მოუთმენლად ელოდება მსხვერპლს. მას აქვს საოცარი ფიზიოლოგიური ადაპტაცია, ეგრეთ წოდებული ხახის მიერი სუნთქვა. მისი ხახის ლორწოვანი გარსი დაფარულია უამრავი კაპილარებით, რომლებიც ჟანგბადს პირდაპირ წყლიდან იწოვენ. ეს საშუალებას აძლევს კუს საათობით დარჩეს წყალქვეშ და ზედაპირზე მხოლოდ ხორთუმის წვერი აყოს ჰაერის მოსამარაგებლად, ისე რომ მტაცებლებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. აზიის ქვეყნებში ტრიონიქსი დელიკატესად ითვლება, რის გამოც ბრაკონიერობა მათ პოპულაციას დიდ საფრთხეს უქმნის. თუმცა ჩინეთის ნაკრძალებში მათ გადასარჩენად სპეციალური პროგრამები მოქმედებს. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ალბინოსი ტრიონიქსის კი აღმოაჩინეს, რაც ამ სახეობისთვის წარმოუდგენელი იშვიათობაა. პანგოლინი ეს არის არსება, რომელიც ცოცხალ ნაძვის გირჩს გავს. ის ერთადერთი ძუძუმწოვარია მსოფლიოში, რომელიც თავიდან კუდამდე კერატინის ქერცლითაა დაფარული. საფრთხის შემთხვევაში ის მომენტალურად იკეცება და იღებს ბურთის ფორმას, რომლის გახსნაც ლომსაც კი უჭირს. არსებობს პანგოლინის 8 სახეობა, 4 აზიაში და 4 აფრიკაში. ისინი ნამდვილი ჭიანჭველაჭამიები არიან. მათი ენა იმდენად გრძელია, რომ ხშირად თავად ცხოველის სხეულის სიგრძეს აღემატება. კბილები მათ საერთოდ არ აქვთ. საკვებს კუჩი არსებული პატარა კენჭების დახმარებით ამუშავებენ. ის მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდული ცხოველია შავბაზარზე. ცხოველების უკანონო ვაჭრობის 20% სწორედ პანგოლინებზე მოდის. მათი ქერცლი აღმოსავლურ მედიცინაში სამკურნალოდ მიიჩნევა, თუმცა მეცნიერულად ამტკიცებულია, რომ ის ჩვეულებრივი კერატინია, ისევე როგორც ადამიანის ფრჩხილი. ამ ცრურწმენის გამო ეს უწყინარი ცხოველები გადაშენების სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან. ჩვენ სიას აგრძელებს ბუშტ-წხვირა სელაპი, რომელიც ნორვეგიის, ისლანდიის და გრენლანდიის ყინულოვან წყლებში ბინადრობს. მამრს აქვს უნიკალური ცხვირის ღრუ, რომელიც შეიძლება ფეხბურთის ბურთზე ორჯერ მეტად გაიბეროს. ეს მათთვის ძალაუფლებისა და აგრესიის დემონსტრაციის საშუალებაა. სამწუხაროდ, მათი რიცხვი კლიმატის ცვლილებასა და თევზის მარაგის შემცირების გამო სტაბილურად იკლებს. და ბოლოს გაიცანით მარხური ცენტრალური აზიის მთების ბინადარი. მისი ხრახნიანი რქები, რომელიც 1.50 სმ აღწევს, ნამდვილი ფანტასტიკური ფილმის ატრიბუტს გავს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მათი ნადირობა ინტენსიურად მიმდინარეობდა, ბოლო 10 წლეულში მათი პოპულაცია 20%-ით გაიზარდა, რაც ბუნების დამცველთა თავდაუზგავი შრომის შედეგია. ამასობაში დასასრულს მიუახლოვდით. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ეს ასე იყო, ვთხოვთ რომ არ დაგეზაროთ და ლაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამორჩეთ მორიგი საინტერესო ვიდეოები. მეკიდროები და გემშვიდობებით. ნახვამდის.